ძალიან სიმბოლურია ალბათ, რომ ქალი პოლიტიკოსების ბოლო ერთობლივი შემაჯამებელი აქტივობა ამ წელიწადში უკავშირდება ქალ პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას, რომელიც არის ერთადერთი ქალი პოლიტიკოსი, პოლიტპატიმარი. ჩვენ არ გვაქვს გარანტია, რომ ის ისევ ერთადერთი იქნება და მას არ მიემატებიან ქალი პოლიტიკოსები პოლიტპატიმრის რანგში. იმიტომ რომ ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისგან ყველაფერი მოსალოდნელია, რადგან მათ უკვე დიდი ხანია გადაკვეთეს წითელი ხაზები, მაგრამ ამ წუთის მონაცემებით ელენე ხოშტარია არის ერთადერთი ქალი პოლიტიკოსი, პოლიტპატიმარი. ვუსურვებ მას მე მხნეობას, ჯანმრთელობას, გამძლეობას, რომელიც როგორც აღინიშნა არაკლია. ის არის ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული ქალი პოლიტიკოსი, რომელსაც ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტში აქვს თავისი ხელწერა, გამოირჩევა თავისი გამბედაობით, თავგანწირვით, მაგალითებით და ეს ძალიან დასაფასებელია. ის იქიდანაც გვამხნევებს ჩვენც ვფიქრობ, რომ აქედან ვაჩვენებთ მას გარკვეულ მხარდაჭერას, სოლიდარობას, რომლის გამოხატულებას დღევანდელი აქცია არის და დარწმუნებული ვარ, რომ 2026 წელი იქნება ჩვენი გამარჯვების, ბრძოლის ლოგიკური დასასრულის წელი, სასიკეთო ცვლილებების წელი, ყველა პოლიტიკური პატიმრის და რეჟიმის ტყვის განთავისუფლების წელი, თავისუფლება ელენე ხოშტარიას, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს.